მოდით დღეს ერთად ვიმოგზაუროთ დროში. გავემგზავრებით წარსულში, ორ უდიდეს ცივილიზაციასთან, რომ ნახოთ, რა დაგვიტოვეს მათ და რაც მთავარია, რა წაიღო და სამუდამოდ წაშალა დრომ. და აი ეს კითხვა იქნება ჩვენი მთავარი მეგზური. რა მოხდება თუ ყველაზე მნიშვნელოვანი ამბები სულაც არ არის ის, რაც ქვაშია გამოკვეთილი. ეს გვაიძულებს ვიფიქროთ არა მხოლოდ იმაზე, რასაც ვხედავთ, არამედ იმაზეც, რაც ისტორიის მიღმა იმალება. მზად ხართ? ჩვენი თავგადასავალი ძველ აღმოსავლეთში იწყება. აქ ორმა იმპერიამ, ეგვიპტემ და შუამდინარეთმა, შექმნეს სრულიად განსხვავებული სამყაროები, რომელთა ბედი, იცით, თავიდანვე იმან განსაზღვრა, თუ რისგან აშენებდნენ ისინი. და აი აქ არის მთელი ამბის გასაღები. ეგვიპტელები ქვით აშენებდნენ, თითქოს მარადისობას უმიზნებდნენ. შუამდინარეთში კი ყველაფერი თიხისგან იქმნებოდა. ხვდებით ხო? ერთმა მასალამ 1000 წლეულებს გაუძლო, მეორე კი უბრალოდ მტვრად იქცა. სწორედ აქედან იწყება ჩვენი ამბარიც. მაშასე, ჩვენი პირველი გაჩერება ეგვიპტეა. ცივილიზაცია, რომელმაც ფაქტობრივად საკუთარი თავი ქვაში გამოკვეთა და უკვდავყო. და აი, სწორედ ამიტომ, მათი პირამიდები, ტაძრები და ქანდაკებები დღესაც ისეთივე შთამბეჭდავია, როგორც 1000-ობით წლის წინ. უბრალოდ დაფიქრდით. გრანდიოზული პირამიდები, უზარმაზარი სამეფო სასახლეები, კლდეში ნაკვეთი ღმერთების ქანდაკებები. ქვის გამძლეობამ ეს ყველაფერი შემოგვინახა და დღესაც თვალნათლივ გვიყვება ამბავს ფარაონების წარმოუდგენელ ძალაუფლებაზე. კარგი. ახლა წარმოიდგინეთ, რომ დიდებული ტაჯრისკენ მიმავალ გზას მიუყვებით. ორივე მხარეს კი მითიური მცველები დგანან. და მათ შორის ყველაზე ცნობილი, რა თქმა უნდა, სფინქსია. იცით, სფინქსი უბრალოდ ქანდაკება არ იყო. ის იყო ფარაონის ძალაუფლების და მისი ღვთაებრივი წარმომავლობის განსახიერება. ლომის ტანი ეს არის ძალა, ადამიანის თავი კი სიბრძნე, ანუ იდეალური მმართველის ყველათვისება ერთად. ახლა კი მოდით შიგნით შევიდეთ. ეგვიპტელებისთვის ტაძარი ღმერთების მიწიერი სახლი იყო, სადაც აბსოლუტურად ყველა დეტალს თავისი წმინდა და განსაკუთრებული მნიშვნელობა ჰქონდა. ტაძრის სტრუქტურა ძალიან მკაცრად იერარქიული იყო. ანუ, რაც უფრო ღრმად შედიოდი, მით უფრო წმინდა ხდებოდა სივრცე და შესაბამისად ნაკლებ ადამიანს ჰქონდა იქ შესვლის უფლება. გარე ეზო კი ბატონო ყველასთვის იყო, მაგრამ აი შიდა საწმინდარში ღმერთის ქანდაკებასთან მხოლოდ ფარაონი და უმაღლესი ქურუმები შედიოდნენ. და ახლა მოდით მკვეთრი ნახტომი გავაკეთოთ და გადავინაცვლოთ შუამდინარეთში. აქ სურათი დრამატულად იცვლება. ეგვიპტის მარადიული ქვის ნაცვლად აქ თიხა მეფობდა. და შედეგი თითქმის ყველაფერი გაქრა. სასახლეებიც და უბრალო სახლებიც მტრად იქცა, მაგრამ საბედნიეროდ წერილობითი წყაროები გადარჩა. და სწორედ ამ წყაროებიდან ვიცი ჩვენ ზიკურათის შესახებ. გიგანტური, საფეხურებიანი ტაძრის, რომელიც ქალაქის რელიგიური ცენტრი და გული იყო. ზიკურათები, რა თქმა უნდა, დროსთან ერთად იცვლებოდა. ადრეული შუმერული ზიკურათები სამსაფეხურიანი იყო, ბაბილონელმა კი ის ნამდვილ 7 საფეხურიან ფერად კოშკად აქციეს. მაგრამ ერთი წესი არასდროს ირღვებოდა. მწვერვალზე, ანუ ღმერთებთან ყველაზე ახლოს, ასვლის უფლება მხოლოდ ქურუმებს ჰქონდათ. მოდით, ახლა არქიტექტურიდან წერილობით წყაროებზე გადავიდეთ და დავსვათ ძალიან მნიშვნელოვანი კითხვა. ვინ წერდა ამ ისტორიებს და რაც მთავარია, რა მიზნით? ისტორია ხომ სამწუხაროდ ყოველთვის უბიექტური არ არის. და აი ეს ციტატა ვფიქრობ ყველაფერს ამბობს. ისტორიას გამარჯვებულები და მმართველები წერდნენ. ჩვენ ვკითხულობთ მეფეების ბრძანებებზე, მათ კანონებზე, მაგრამ სად არის იმ უბრალო ხელოსნის ამბავი, ვინც პირამიდას აშენებდა? ანუ რას იწერდნენ? ძირითადად იმას, რაც მეფეებსა და ქურუმებს აინტერესებდათ. კანონები, რელიგიური ტექსტები, გადასახადები, ყველაფერი, რაც სახელმწიფოს მართვას და ელიტის ძალაუფლებას ემსახურებოდა. რაც ამ ჩარჩოში არ თავსდებოდა, ისტორიისთვის უბრალოდ არ არსებობდა. და ეს არის ისტორიის ყველაზე დიდი და ალბათ ყველაზე ტრაგიკული სიცარიელე. მილიონობით ადამიანის ყოველდღიური ცხოვრება, მათი ოცნებები, შიშები, სიხარული, ეს ყველაფერი ოფიციალური ისტორიის მიღმა დარჩა, თითქოს არც არასდროს ყოფილა. და ეს მიგვიყვანს ჩვენს მთავარ გამოცანამდე. თუ ოფიციალური ისტორია ამაზე დუმს, მაშინ როგორ გავიგოთ, როგორი იყო ჩვეულებრივი ადამიანის ცხოვრება? როგორ აღვადგინოთ წარსულის სრული სურათი? ხომ, აი ზუსტად ეს კითხვები ჩნდება. და სწორედ აქ ვიქცევით ჩვენ ისტორიულ დეტექტივებად. პასუხები არც პირამიდებზეა დაწერილი და არც სამეფო გრაგნილებზე. ისინი დამალულია პაწაწინა დეტალებში, რომელთა პოვნასაც უდიდესი ძალისხმევა სჭირდება. მაგრამ ალბათ სწორედ ეს ხდეს ამ საქმეს
ასეთ საინტერესოს. და სანამ დავასრულებთ, მოდით, ერთი წამით დავფიქრდეთ. იქნებ ჩვენს ზუსტად იგივეს ვაკეთებთ. როცა ჩვენს დღევანდელობას აღწერთ, ვის ისტორიებს ვინახავთ და ვისი ხმა იკარგება. ეს კითხვა, რომელიც წარსულიდან მოდის, პირდაპირ ჩვენ საწმოში გვაბრუნებს და გვაფიქრებინებს. რა ისტორიას დაუტოვებთ ჩვენ მომავალს?